მოგესალმებით. ხრამის დიდ გორაზე ჩატარებული 2025 წლის ანგარიშს წარმოგინგეთ. რეალურად ხრამის დიდი გორის გათხრები 1972 წელს დაიწყო და ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, იმიტომ რომ დამსწრე საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ამის შესახებ. პირველად ალექსანდრე ჯავახიშვილის მხრიდან, მერე უკვე თამაზ ყიღურაძემ გააგრძელა. უშუალოდ ნამოსახლარი მდებარეობს მდინარე დებედას და ხრამის შესართავთან სამხრეთით 2 კილომეტრში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ძეგლი ეგრეთ წოდებული შომუშულავერის კულტურის. ის არის დღემდე შემორჩენილი ყველაზე მასშტაბური ნეოლითური ნამოსახლარი სამხრეთ კავკასიაში და შესაბამისად არის ძალიან საინტერესო. თუმცა ამასთან ერთად არის დაზიანებულიც ძალიან. ვისაუბრებ უშუალოდ ჯერ ჩვენ პირველ ეგრეთ წოდებულ კამპანიაზე, რომელიც 2023 წელს ჩავატარეთ. ამის მიზანი იყო პირველ რიგში ის, რომ თვითონ ნამოსახლარი შემოგვეტანა სამეცნიერო მიმოხილვაში და ამასთან ერთად ასევე აგვეღო ნიმუშები C14-ის დათარიღებისთვის. როგორც იცით, ხრამის დიდი გორის მხოლოდ 2 ეგრეთ წოდებული სამშენებლო დონეა დათარიღებული, ეს არის მე-5 და მე-6 დონე, მაგრამ ჩვენ დამატებით კიდევ გვინდოდა მეტი ინფორმაცია თარიღებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა თამაზ ყიღურაძეს გამოყოფილი აქვს 9 სამშენებლო ჰორიზონტი. როგორც ხედავთ პირველ ფოტოზე მოცემულია 1970-ან 80-იან წლებში გათხრილი ფართობის გაუწმენდავი ფართობის ფოტო, ხოლო მეორე ფოტოზე უშუალოდ ეს არის სამხრეთის პროფილი, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ ექსპედიციისთვის. ეს არის უკვე გაწმენდილი გათხრილი ფართობის და ასევე იმ სამხრეთ პროფილის ფოტო. ჩვენ ავიღეთ სულ დაახლოებით 30 საანალიზო ნიმუში და ნაწილი მათგანი გაიგზავნა დასათარიღებლად, არის დათარიღებულიც. ესეც არის ფოტოგრამეტრია ამ ჩვენი სამხრეთის პროფილის, რომელზეც ძალიან კარგად ჩანს ნეოლითური ფენები და ასევე ჩანს მასზე დაზიანებები. მთლიანად მოხდა დათარიღება, დაახლოებით 10 ნიმუში დათარიღდა. ერთი სტატია აკრეფილმასალის ანგარიში უკვე იბეჭდება ანესში, ხოლო ერთი სტატია მზადდება და გამოქვეყნდება ეგ 2026 წელს. რაც შეეხება უშუალოდ მინდოდა რამდენიმე სიტყვით მე თქვა დაზიანებაზე, თვითონ ეს ნეოლითური ნამოსახლარი სხვადასხვა პერიოდის სამარხებით არის დაზიანებული. მათ შორის არის ადრებრინჯაოს სამარხები, მათ შორის არის გვიანბრინჯაო, რომელიც 70-იან წლებში არის გათხრილი და არის შუა საუკუნეების, როგორც ჩანს, აქ იყო ძალიან აქტიურად ქრისტიანული სამარავანი გაშენებული. ამასთან ერთად ეს არის თანამედროვე სასაფლაო, როგორც თქვენ ხედავთ, დაახლოებით მე-13-ზე მეტი უკვე ათვისებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.
ყოველ შემთხვევაში ჩვენი ახალი კამპანიის იდეა იყო ის, რომ იქნებ ის ნაწილი მაინც გადაგვერჩინა, აი ეს არის ნამოსახლარის, თანამედროვე და უზიანებელი ძეგლი, თორე დარწმუნებული ვარ, აქაც არის დაზიანებები, ჩვენ გადავატარეთ ჯეორადარი, მაგრამ მთლიანად ვერ მოვახერხეთ ჯერ, მხოლოდ 100 კვადრატულ მეტრზე გვაქვს გატარებული რადარი და ძალიან საინტერესო ინფორმაცია გვაქვს მაგასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენი მიზანი იყო, რომ აგვეღო რაც შეიძლებოდა ცენტრალური უბანი და უზიანებელი ცენტრალური უბანი, რადგან გვენახა რა განსხვავება შეიძლება იყოს ნამოსახლარზე ცენტრალურ უბანში ნამოსახლარის განვითარებასა და აი ამ პერიფერიულ განვითარებას შორის. რეალურად ეს არის ყველაზე მაღალი ნაწილი ნამოსახლარის, მაგრამ სამწუხაროდ მისი გათხრის საშუალება არ გვექნება. ეს როგორც უკვე გითხარით არის ახალი გახსნილი კვადრატები, აქ გქონდა აღებული ნებართვა 2025 წლისთვის, ჩატარდა 2 კამპანია მაისში და ოქტომბერში. გარდა ნეოლითური ნამოსახლარისა უშუალოდ და ნეოლითური ფენებისა გაითხარა სულ 28 სამარხი მაისსა და ოქტომბერში. აქედან 1 არის ადრებრინჯაო მტკვარ-არაქსული და 27 არის შუა საუკუნეების, 4 ქვაყუთია და დანარჩენი არის ორმო სამარხი. ეს ერთ-ერთი მაგალითია, ყველა სამარხზე არ ვისაუბრებ, მარტო ადრებრინჯაოზე გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ მასზე ჩავატარეთ უფრო ვრცელი კვლევები, რაც შეეხება ამ შუა საუკუნეების ჩონჩხებს, მასზე მუშაობენ ჩვენი ბიოარქეოლოგები და როცა გვექნება ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალური შედეგები მოგახსენებთ აუცილებლად. აქ ხედავთ ჩვენი ბიოარქეოლოგის მიერ გაკეთებული, ეს არის წინასწარული ანგარიში პათოლოგიებთან დაკავშირებით, სქესი, გარდაცვალების დროს ასაკი და ასე შემდეგ. საინტერესოა, რომ ძალიან ბევრი ბავშვია დაკრძალული და ეს ბიოარქეოლოგებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, იმიტომ რომ შეიძლება საქმე გქონდეს რაიმე სპეციფიურ დაავადებასთან, რომელსაც შეიძლება გამოეწვია ამ ბავშვების გარდაცვალება. ხო, რაც შეეხება უშუალოდ აი ამ მტკვარ-არაქსულ სამარხს, ესეც დაზიანებული იყო უკვე გვიანდელი შუა საუკუნეების სამარხით. აი აქ ხედავთ, აქ არის მოკრუნჩხულ მდგომარეობაში ჩონჩხი, რომელიც ნახევრად მიხვეტილია და ჩონჩხის დაახლოებით ნახევარი ისედაც გადაყრილი იყო, შეიძლება აი ამ სამარხის ამოთხრის პროცესში. ეს იყო მტკვარ-არაქსული ჭურჭელი, რომელიც თავთან უდევს აი ამ პირველ ჩონჩხს, ხოლო კიდევ ერთი აღმოჩენები გვაქვს, ეს არის რაღაცა მწვანე პასტის მძივებს რო ეძახიან და მასზეც ჩავატარეთ ანალიზები და როგორც აღმოჩნდა რაღაც ნარევია და ამასთან დაკავშირებითაც უფრო დეტალურ ინფორმაციას სტატიებში გამოვაქვეყნებთ. საინტერესოა, რომ აი ამ ინდივიდს ყურთან ჰქონდა მცირე ზომის ბრინჯაოს რგოლის ფრაგმენტი. ეს სტატია უკვე გამოქვეყნებულია ბიოარქეოლოგიური ანგარიში და თუ დეტალები გაინტერესებთ, შეგიძლიათ გაეცნოთ. გადავედით უშუალოდ ნეოლითურ ფენებზე. პირველი ნიშანი ნეოლითური ფენებისა იყო აი ეს მონაკვეთი და აქ ჩანს არეული, ერთმანეთში არეული ალიზაგურის ნანგრევები და ასევე იატაკის დონეები. ხო, ეს იატაკის დონეები მთლიანად ერთმანეთზე იყო დაყრილი და მე როგორც უკვე კარგად გამოიკვეთა თავიდანვე ჩანდა, რომ დაზიანება ჰქონდა, რაღაც დაზიანებები ჰქონდა აი ამ ფენას, მაგრამ მე მეგვიანებით უკვე ძალიან კარგად გამოიკვეთა, რომ რეალურად აქ არის 2 შუა საუკუნეების სამარხი გაითხარა ქვევით. შესაბამისად, თავდაპირველად გართულდა ჩვენთვის შენობების კედლების დაჭერა, თუმცა მერე უკვე ნელ-ნელა გამოვავლინეთ. ეს არის მაისში, ესე დავასრულეთ მაისში და ესე დავაკონსერვეთ ჩვენი ნამოსახლარი. აქ გამოვლინდა ფრაგმენტი ნეოლითური იატაკის, ეს არის კარგად მოლესილი თიხატკეპნი იატაკი, მაგრამ ძალიან დაზიანებული, აქ არის დაზიანებული, აქ იყო კიდევ ერთი სამარხი და ესეც მისგან არის დაზიანებული, აქაც მე უკვე მოგვიანებით გამოვლინდა ძალიან ბევრი შუა საუკუნეების სამარხი და
შესაბამისად მთლიანად იყო ეს მონაკვეთი მთლიანად იყო დაზიანებული. ეს არის ფრაგმენტული მონაკვეთი იმ ნეოლითური იატაკის, რომელიც გადარჩა და ეს არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო აღმოჩენა ჩვენთვის, რომელიც საბოძე ორმოა. მაისში ვერ მოახერხეთ საბოძე ორმის გათხრა, თუმცა ის ოქტომბერში გავთხარეთ. მისი გარეწრის პერიმეტრი არის 45 სანტიმეტრი, შიდაწრე 23, სიღრმე დაახლოებით 12 სანტიმეტრზეა. საანალიზო მასალად შევინახეთ და იმედი გვაქვს, რომ გავიგებთ შიგნით თუ იყო რაიმე კვალი ან ბოძის ან ასე შემდეგ. ხო, ესე დასრულდა ჩვენი პირველი სეზონი. ეს არის 3 ქვაყუდი, აქედან 2 გავთხარეთ და 1 ვერ მოვასწარით, შესაბამისად დავტოვეთ ოქტომბრისთვის და ეს მონაკვეთი არის კარგად შემორჩენილი ნეოლითური იატაკი. აქ უკვე ჩნდებოდა, კარგად იკვეთებოდა არქიტექტურა ალიზაგურის, თუმცა არ ვიჩქარეთ, ეს ყველაფერი ესე დავტოვეთ და გავაგრძელეთ შემდეგი სეზონიდან. ეს უკვე ოქტომბერში გაგრძელებული გათხრების შედეგებია. აქეთ გავაფართოვეთ, იმიტომ რომ იმედი გქონდა, რომ აი ამ კედლის ფრაგმენტი შეიძლებოდა გაგრძელებულიყო, მაგრამ იმდენად არის დაზიანებული ეს ზედაფენები, რომ უბრალოდ შეუძლებელია ყველა კედლის დაჭერა ან აი ამ კედლების გაგრძელების პოვნა. სამწუხარო ამბავი ის არის, რომ ეს კარგად შემონახული კედლები, რაც არის, მიუხედავად აი ამ შუა საუკუნეების სამარხის ჩაჭრისა, ესენი შედიან პროფილში იმ ნაწილში, რომელიც გაუთხრელია და დიდი ალბათობით ვერც გავთხრით, იმიტომ რომ ინტერესთან კონფლიქტში მოდის ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩვენ ეს არ გვინდა. აქ აღმოჩნდა ერთ საინტერესო შენობა, რომელზეც ბატონმა ჯონი მისაუბრა კიდეც, ეს არის 2 წყობა კედელი. საინტერესო ის არის, რომ ანგარიშებში ბატონ თამას აღწერილი აქვს 4 წყობიანი კედელიც, მაგრამ ესე სხვაგან მეტი არ დაფიქსირებულა, ისაც ფრაგმენტი იყო, რომელზეც მე თვითონ ყიღურაძე საუბრობდა. ასევე საინტერესოა ეს მონაკვეთი, რეალურად ჩვენ ეს პირობითად დავარქვით 2 უბანი, ეს 2 უბანი არის ის გადარჩენილი ნაწილები, ასე ვთქვათ, ნეოლითური მონაკვეთების, რომელიც მეტნაკლებად დაუზიანებლად გადარჩა. საინტერესო არის კიდევ ისიც, რომ ეს ჩვენი აზრით უნდა იყოს ყველაზე ზედაფენა, ამაზე ზედაფენას უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია რომ დავიჭიროთ, იმიტომ რომ ძალიან დაზიანებულია რამდენიმე სხვადასხვა პერიოდის დაზიანებით. აქ ხედავთ ჩაჭრასაც, მას უკეთესი ფოტოებიც გვაქვს. აქ არის ჩაჭრა, შეიძლება ესეც სამარხის ნაწილი იყოს, არ ვიცი შემდგომი გათხრები აჩვენებს ამას, მაგრამ აქ ჩანს კიდევ ერთი საინტერესო მონაკვეთი, ეს არის აი ამ შენობის ნგრევის კვალი. აქვე ძალიან საინტერესო აღმოჩენები გვაქვს, სხვადასხვა ქვის იარაღები და ძვლის იარაღები და ასე შემდეგ. ესაც აი ორმაგი კედლის წყობა და ჩვენი ჩრდილოეთის პროფილი. აქ უკვე თქვენ ხედავთ ჩვენს მიერ გაკეთებულ გავრცელების რუკას. ოქტომბერში ბატონმა ნიკოლოზ წიქარიძემ გვათხოვა Total Station-ი და შესაბამისად ჩვენ ვახერხებდით, რომ ყველა აღმოჩენის ზუსტი წერტილი აგვეღო, რომელიც შემდგომ უკვე გადავიტანეთ GIS-ში და შესაბამისად უკვე გვაქვს ჩვენი გავრცელების რუკა. აქ ხედავთ თქვენ ჩამონათვალს, ყველა მათგანს ცალკეულად ეძლევა სხვადასხვა ფორმა და ფერი და უკვე ვიცით დაახლოებით კონცენტრაცია. ხო, ეს არის ყველაზე ზედაფენები და ეს უკვე შემდგომში მოგცემს უფრო მეტ სასარგებლო რაღაც ანალიზის გაკეთების საშუალებას, როცა უკვე ქვედა ფენებზეც გვექნება და მთლიან ფართობზე გვექნება. ამ ფართობების გათხრა ვეღარ მოვასწარით ფიზიკურად, იმიტომ რომ როგორც თქვენ ხედავთ, ჩვენ ძალიან ნელა ვმუშაობთ, განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ ყველა დეტალს, იმიტომ რომ ამ შენობებს, არა მარტო შენობებს, აი ამ ეზოებში რაც არის, ეზოებიც არის მოკეპნილი, თიხატკეპნილი იატაკით. ყოველ შემთხვევაში
ესე არის აღწერილი ძალიან ბევრ ანგარიშსა და სტატიაში. შესაბამისად, საინტერესო ის არის, რომ თიხატკეპნილ იატაკებს შორის დაახლოებით ცხოვრების კვალის დაშორება არის 10 სანტიმეტრიანი, 7-10 სანტიმეტრი. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად მოხდეს მათი დოკუმენტაცია და მაქსიმალურად აისახოს როგორც რაღაცა წერით, ისე ტექნიკით. ეს არის აღმოჩენილი მასალა. მიუხედავად იმის, რომ ხრამის დიდი გორა ცნობილია თავისი რაღაცა განსაკუთრებული აღმოჩენებით, კერამიკაში ჯერჯერობით არ გვაქვს ესეთი განსაკუთრებული აღმოჩენები. მიუხედავად იმისა, ეს ეგრეთ წოდებული კლასიკური შემუშულავერისთვის დამახასიათებელი ორნამენტები არის ძირზე ანაბეჭდით. არის ასევე სხვადასხვა მინარევიანი კერამიკაც, ესაც ჩვენი წინასწარული ანგარიში მინარევებთან დაკავშირებით არის ქვიშამინარევიანი კერამიკა, ქვიშანამჯამინარევიანი კერამიკა და ნამჯამინარევიანი, რომელიც ყველაზე ცოტა შემადგენლობით არის ჩვენს აღმოჩენებში, თუმცა მაინც არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე გვაქვს პირველადი ანგარიში ჩვენი შინაური ცხოველების გადანაწილების და ფაუნის ანალიზი, რომელსაც უფრო დეტალურ ანალიზს გაუკეთებს ჩვენი ზოოარქეოლოგი. მეორე მხარეს კი ხედავთ უშუალოდ ძვლის იარაღების 99 ერთეულიდან მათ ტიპოლოგიურ განაწილებას. წინა ფოტოზე წარმოდგენილი იყო ობსიდიანის იარაღები, რომელზეც ასევე ძალიან საინტერესო შედეგები გვაქვს. მაგაზეც ვაკეთებთ ტრასოლოგიურ კვლევას და არის საფხეკები, სახოკები, არის საბურღები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საინტერესო მაინც არის ნამგლის ჩასართები. ამას ეძახიან ეგრეთ წოდებული შემუთეფეს ტიპის ნამგლის ჩასართებს, რომელიც რაღაც ნახევარმთვარისებურია, ძირითადად ზურგი აქვს ხოლმე დაბლაგვებული და რაღაც ირიბად აქვს დატოვებული ეგრეთ წოდებული ბიტუმის კვალი. ბიტუმს ჯერ ანალიზი არ ჩაგვიტარებით და ზუსტად არ ვიცით რისი ბიტუმია, შეიძლება მცენარეული იყოს, შეიძლება უბრალოდ ბიტუმს რასაც ვედახით ის იყოს და აქვს ძალიან კარგი გამოყენების კვალი თითქმის ყველა მათგანს, ხოლო მეორე ფოტოზე ხედავთ უშუალოდ მიკროსკოპულ ფოტოებს აი ამ ჩვენი ნამგლის ჩასართებიდან და ყველა მათგანი ნამდვილად ნამგლის ფუნქციით გამოიყენებოდა. კიდევ ერთი საინტერესო თემა, რომელზეც ჩვენ მუშაობდით გეოლოგებთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამისის შემსწავლელი მეცნიერებების გეოლოგებთან ერთად, ეს არის პირველადი ანგარიში, რომელზეც მოგვიანებით უფრო მეტი გვეცოდინება. ეს არის ის მონაკვეთი, სადაც ჩანს ძველი ლაქები დიდი ალბათობით მდინარის კალაპოტისა, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობდით რა გზით შეიძლებოდა ამ ნამოსახლარზე მოსახლეობას მიეტანა წყალი. დაახლოებით 2 კილომეტრია, როგორც უკვე გითხარით, უახლოეს დღევანდელი მდინარის კალაპოტამდე, რაც მოუხერხებელია იმ პერიოდის ადამიანისთვის. შესაბამისად, ამაზე დავიწყეთ მუშაობა. მანამდე ვფიქრობდით, რომ შეიძლება რაღაც არხი ჰყავდათ მოყვანილი ან ასე შემდეგ, თუმცა გეოლოგებმა გვითხრეს, რომ შესაძლებელია უბრალოდ მდინარის კალაპოტი იყოს ყოფილიყო ძალიან ახლოს უშუალოდ ნამოსახლართან, მაგრამ ამაზე ისევ მიმდინარეობს კვლევები, ეს მხოლოდ პირველადი ანგარიშია. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაზეც ბატონმა ჯონიმაც გაამახვილა ყურადღება და ჩვენმა გეოლოგებმა გაამახვილეს ასევე ჩვენი ყურადღება, არის ის, რომ რამდენიმე მონაკვეთში, აი ამ ხრამის დიდი გორიდან რამდენიღაც კილომეტრში, რამდენიმე მონაკვეთში მდინარე ძალიან არაბუნებრივად აკეთებს რაღაც მოხვევას, ასევე არაბუნებრივი ჩანს ეს ცვლილება თვითონ მთისწინა ზოლის. მათი პირველი დასკვნა და ეს რაღაცა თეორია, რომელზეც მუშაობთ, არის ის, რომ შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი ეპიცენტრი მიწისძვრისთვის და აი ეს გამაგრებები, რომელთაც ცნობილია ეგრეთ წოდებული გამაგრებები ჰქონდა აი ამ ხრამის დიდგორის შენობებს, რომელზეც ძალიან ბევრ მსჯელობდნენ თვითონ კიღურაძეც და ჯავახიშვილიც, შეიძლება ზუსტად აი ამ მიწისძვრასთან ბრძოლით იყოს გამოწვეული და მოსახლეობა შეიძლება მაგით
მაგით ცდილობდა რომ როგორღაც გადაერჩინა ეს თავისი შენობები მუდმივი ნგრევისგან მაგრამ ამაზე უფრო მეტი კვლევებია საჭირო და ეს მხოლოდ თეორიებია როგორც გითხარით ჩვენ გავაკეთეთ ასევე ჯეორადარით გადატარება და მხოლოდ 100 კვადრატული მეტრი გვაქვს ამ ეტაპზე გაკეთებული თუმცა სამომავლოდ კიდევ გვინდა რომ განვაგრძოთ როგორც იცით აი ეს ნეოლითური ნამოსახლარები მხოლოდ ნამოსახლარებად არის წარმოდგენილი და ჩვენ არ გვაქვს ნეოლითური სამაროვნები მხოლოდ ერთია აღმოჩენილი მენთეშ თეფეზე ისეთ შემთხვევით იპოვეს იმიტომ რომ თავზე და მტკვარ-არაქსული ყორღანი და როცა ყორღანი გაითხარა შემთხვევით აღმოაჩინეს ეს უზარმაზარი 40 33 ინდივიდით ერთი ჩონჩხია აღმოჩენილი კრემაცია არუხლოზე და ერთი არის დადასტურებული სომხეთში დანარჩენი ყველა სავარაუდოა და სათუოა ამიტომ ჩვენ ვფიქრობდით რა შეიძლება გვეპოვა გამოსავალი ან როგორი მეთოდოლოგიით მივდგომოდით ამ საკითხს აქ არის ერთი საინტერესო მონაკვეთი ეს არის ყველაზე ღრმა წერტილი რომელზეც ჩადის უშუალოდ აი ამ გეორადარის სხივები და ეს ყველაზე ღრმა წერტილი რაღაცა გვაჩვენებს იმას რომ რაღაც არა ბუნებრივი უნდა ხდებოდეს ხო ჩვენი სავარაუდო ჯერჯერობით ამაზეც ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით და ეს არ არის რაღაცა მყარი თეორიული საფუძვლით გამყარებული რაღაც მოსაზრება, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს იყოს ისეთივე 40 როგორიც მენთეშ თეფეზე ვიცით, იმიტომ რომ ნამდვილად სადღაც უნდა დაემარხათ ეს თავისი მიცვალებულები, როგორც მახლობელი აღმოსავლეთის ნეოლითში იატაკქვეშ არ მარხავენ ყოველ შემთხვევაში, ამიტომ რაღაც გამოსავალი უნდა არსებობდეს. ხო, მაგის გარდა სხვა დაზიანებებიც ჩანს, რომელიც უკვე გითხარით და რომლის შესახებაც ისეთ ძალიან კარგად ვიცოდით ეს სხვადასხვა დაზიანებები ძირითადად არის ხოლმე ეს შუა საუკუნეების როგორც ჩანს აქ ძალიან ვრცელი სამაროვანი იყო შუა საუკუნეების დროს და შეიძლება მანამდეც წელს ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ შევხვედრია ადრებრინჯაოს სამარხი შევხვდა მხოლოდ დანარჩენი მხოლოდ შუა საუკუნეები დიახ მადლობა ყურადღებისთვის ესენი არიან ჩვენი მხარდამჭერები და ფინანსური დიდი მადლობა მარიამ. ხალხის საზოგადოებას მოგაბარხავე. სანეთ. მე ვაფერტი ორი ვიდეო კარგი ოროსდება აუჩა. კარგი მუნდიალი ვისოგი გადადებას. მადლობა. ერთი ის რომ მასშტაბურა ჩვენ შემოვიტანეთ მოსევაში და უნდა იყოს უკაზე ლოროთიზე ჩამოსაქმე ძეგლები ესედაც ლოკალში ძალიან ბევრი ძეგლია, მაგრამ ლუკაზე და დანილი ძალიან ცოტა არის და ჩვენ უნდა ვესწავლოთ რა შეიძლება მეტი ძეგლი გავიტანოთ ლუკაზე და აქედან გამომდინარე ეს მექნება ერთი მეგობრული რჩევა და კიდე მეორე რას ვფიქრობ ამ თქვენ ზანეთ სამშენებლო ჰორიზონტები რას ვფიქრობ ამ ჰორიზონტებთან დაკავშირებით შეიძლება ჩვენ წლების წინ ჩატარდა ეს კვლევები ჰორიზონტი ჩვენ წარმოადგენაში სხვა რამე არის არის ხერხები ვფიქრობ და მაინტერესებს რომ მე შეიძლება მე გასულოთ იმაზე ჩვენ მასშტაბებით ჰორიზონტების მაგალითად. დიახ. მოკლედ ჰორიზონტები როგორც ჩვენმა წინაპრებმა შემოიტანეს სამეცნიერო მიმოქცევაში ისევ ის ერჩება და მეც ისევე მაქვს გააზრებული, თუმცა როგორც ჩანს ნამოსახლარი ეგრე არ შენდებოდა, ანუ ბრტყლად არ შენდებოდა ერთი ჰორიზონტი თლიან ჰორიზონტზე არ იყო ერთი სამშენებლო დონე გაშენებული, ყოველ შემთხვევაში თუნდაც იმ ახალმა დათარიღებებმა, რომელიც ჩვენ 2023 წელს ავიღეთ პროფილის წმენდის დროს, მაშინაც გვაჩვენა, რომ ესე არ არის, იმიტომ რომ სხვადასხვა დათარიღებებს გვაძლევს სხვადასხვა დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ისე არ არის, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა და ეს ერთიანად არ შენდებოდა, ესე მასშტაბურად ერთიანად არ შენდებოდა და შენდებოდა სხვადასხვანაირად ერთი სამშენებლო დონე არ არსებობდა. მიმოქცევაში უნდა შემოვიდანოთ ის, რასაც ჩვენ ეხლა ვაკეთებთ, ეს არის კომპლექსები, სამშენებლო დონეები. აქ შეიძლება 3-4 შენობა იქნა, 5 დაინგრა. კიდე 5 ინგრა და 4 დაინგრა და ამიტომ ჩვენ რამჭო ჰორიზონტებზე ვერ ველაპარაკობთ. კი ბატონო. ეს იყო სხვა ათრების ტექნიკა, სხვა სპეციფიკა, ამიტომ ჩვენ ცოტა სხვა მიგონა უნდა გავაკეთოთ. კი ბატონო, გეთა. მე მაინტერესებს იქ ხა
არაფოში 7 სამშენებლო დონე 7 ჰორიზონტია გამოყენებული. დიახ. ჩვენ გამოყავით 10 სამშენებლო დონე აკეთებაზე და ოსმანლერად გადავიდა ეს რა. სამშენებლო ჰორიზონტი არის გამჭოლად მოსწორებული ზედაპირი, სადაც ისევე ან ყოველ შემთხვევაში ჭრილში რომ ჩანს რომ ჰორიზონტია. დიახ, გეთანხმებით ნამდვილად მეც. ეს თუ ახალი არის არა, ეგრე ჰქონდათ მიჩნეული, ან კიღურაძეც ეგრე ფიქრობდა, ჯავახიშვილიც ეგრე ფიქრობდა, ჩუბინიშვილიც, გოგელიაც და ყველა ეგრე ფიქრობდა, მაგრამ მასალას ისეა დალაგებული, ჩვენ ახალგაზრდა ძეგლებზე მასალასაც ვალაგებთ სამშენებლო დონეების მიხედვით და არა ის ჰორიზონტებით საკმაოდ დიახ, მე გეთანხმებით მაგაში საქმე უბრალოდ იმაში, რომ ჩვენ იმდენად მცირე მასშტაბის გათხრები გქონდა ჯერჯერობით ეს არის ჩემი პირველადი შეხედულობა ამ ყველაფერთან და ეს რაღაცა მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ვუარყოთ რაღაც რაც დიდი ხანი წლების განმავლობაში იყო სამეცნიერო ლიტერატურაში, ხო, რაღაც უფრო მყარი მჭირდება ამისთვის, ამიტომ ჯერ უბრალოდ ეს არის ჩემი პირველი პასუხი ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა.